დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება განხილვის თემაა კვლავ პოლიტიკურ სპექტრში. მას ნაციონალური მოძრაობა საყურადღებოს უწოდებს და არჩევნებში ეუთოუდირის მისიის არ მოწვევას აკრიტიკებს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ეუთოუდირისთვის თვითმმართველობის არჩევნები არ წარმოადგენს პრიორიტეტს. უშუალოდ დამკვირვებლებს რაც შეეხება ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არჩევნებზე როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლები წარმოდგენილნი იქნებიან. დიდი ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მოიწვიოს ეუთოუდირის მისია მუნიციპალურ არჩევნებში და გაითვალისწინოს მათი ყველა რეკომენდაცია. დიპლომატიური მისია ეხმაურება გრანტების საკითხსაც და აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში. ჩვენ დიდი ხანია ვიცით და ილუზია არც გვქონია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე, არათუ საშუალო დონეზეც კი არ ჩატარდება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას არ ახდენს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ქართული ოცნება არაპირებ ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები და ის კიდევ ერთხელ ეს ქმედება, რომ ეუთოუდირი მოწვეული არ ყავთ, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მათ ეშინიათ უბრალოდ, რომ საკუთარი გაყალბებები გახდება ყოველთვის ცნობილი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აზრი არ აქვს, ეს უკვე კარგად გამოჩნდა, იმიტომ რომ საარჩევნო პროცესი ხომ უნდა იყოს, რომ აზრი ხონდეს და არჩევნებს უწოდებდეთ. ეხლა თუ არავინ არ დააკვირდა ამ არჩევნებს და ოპოზიციას დამკვირვებელი არ ყავდა და სუსი და ეგრეთ წოდებული კრიმინალური ელემენტები პირდაპირ ეს საარჩევნოებაზე ჩაატარებენ, ეგრეთ წოდებულ ანუ სპეცოპერაციას ჩაატარებენ და ამას არჩევნები როგორ უწოდება, ეხლა მაშინ ყველაფერში მიიღო მონაწილეობა, რასაც ივანიშვილი ოდესმე განიზრახავს, რომ გააკეთოს, ხო? არავითარი ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს ვერ იქნება ამ ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ არანაირი რეკომენდაცია შესრულებული არ არის. 2024 წლის არჩევნებზე ეუთოუდირის დასკვნას რა ფასი ქონდა მათთვის? ხო არანაირი ფასი არ ქონდათ. როგორც კი ნახეს, რომ ეუთოუდირის დასკვნა მათ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, მიზნებს არ შეესაბამებოდა და ამ დასკვნის შედეგად საქართველოში არჩევნები შემდგარად იყო, ასე ვთქვათ, აღიარებული, მათ ეს დასკვნები გადამალეს. თავიანთი დღის წესრიგიდან, სამუშაო მაგიდებიდან, რეზოლუციების, ასე ვთქვათ, პროექტების წერის პროცესში ყველაფერი ეს გააკრეს. რომ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ეუთოუდირი, მათ წარმოადგენს შესაბამისი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და გვახსოვს მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზან მიმართული კამპანია აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ეუთოუდირს, არაფრად აგდებდნენ და დღესაც გრძელდება ეს მათ დასკვნას ფეხქვეშ გათელეს ფაქტიურად, უამრავი ცილისწამება, უამრავი შეურაცხყოფა, ამ ფონზე აბსოლუტურად გაუგებარია. თან პრაქტიკასაც თუ გადავხედავთ საერთაშორისო პრაქტიკებსაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არასდროს და არსად არ ხდება მოწვევა ეუთოუდირის